დილა მშვიდობის ძვირფასო მგზავრებო, მშვიდობიან და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. დღეს თბილისში ავტობუსის გაჩერებებზე დგომისას ვეღარავის გააკვირვებთ იმით, რომ საჭესთან ქალისის. თუმცა ამ რეალობამდე მისასვლელად ბევრი ბარიერისა და სტერეოტიპის გადალახვა გახდა საჭირო. დღეს კი ისინი საკუთარ გამოცდილებაზე თავად გვიამბობენ. მოგესალმებით, მე ვარ თამარი ჩოგაძე, სატრანსპორტო კომპანიის მძღოლი. პირველად რო დავჯექი ავტობუსზე, არ მიფიქრია, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე. მე ამას ვერ შევძლებდი და ეს იყო კაცის საქმე. პირიქით ამაზე ვოცნებობდი, მინდოდა აი საჭესთან რო დავჯექი პირველად და მოვირგე, ვთქვი, რომ ეს არის ჩემი საქმე ზუსტად. შევძლებ, ჩემთვის რთული არ არის, მით უმეტეს ავტობუსის მართვა. და აი ამ შეხედულობებით, ამ მიზნებით დავიწყეთ ნულიდან და მოვედით დღესდღეობით 18 მეტრიან ავტობუსის მძღოლად. დღეს სატრანსპორტო კომპანიაში ათეულობით ქალი მუშაობს. ისინი ყოველდღიურად ურთულეს მარშრუტებს უმკლავდებიან და საკუთარი მაგალითით ამტკიცებენ, რომ საჭეს სქესი არ აქვს. მათ შორისაა თეა კვაჭაძეც, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამ ხაზზე თავდაჯერებულად მუშაობს. ავტობუსის მართვა რომ მხოლოდ კაცის საქმეა, ეს სტერეოტიპი დიდი ხნის დამსწრეულია. ჩემი პირველი ნაბიჯები რომ გავიხსენო, იყო ბევრი სირთულე, თუმცა შიში და ეჭვი ხრება გამოცდილებასთან ერთად. მე შემიძლია ვაკეთო ის, რასაც მძღოლი მამაკაცები აკეთებენ. მივმართავ ყველა იმ გოგოს, ვისაც უნდა გახდეს ავტობუსის მძღოლი, ან თუნდაც დიდი გაბარიტული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი. ყოველთვის უნდა იყოს ქალი საკუთარ თავში დარწმუნებული, საკუთარ შესაძლებლობებში, საკუთარ მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს და არასდროს არ მიაქციოს იმ ადამიანებს ყურადღება, ვინც ესე ქედმაღლურად უყურებს და თუნდაც ეუბნება, რომ არ გამოგივა, შენი საქმე არ არის და ასე შემდეგ. კომუნიკაცია გქონდეთ, ვინც დადებითად გაგაწყობთ, ვინც გეტყვის, რომ ყველაფერი გამოგივა, დაგეხმარები, ყველაფერი შეგიძლიათ, ქალებისთვის შეუძლებელი არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მათ სხვადასხვა მარშრუტი და ყოველდღიურობა აქვთ, ამ ორ ქალს ერთი მთავარი რამ აერთიანებს. ურყევი რწმენა იმისა, რომ ბარიერები მხოლოდ ჩვენს გონებაშია. ისინი საკუთარი მაგალითით ამტკიცებენ, რომ ნებისმიერი მიზანი მიღწევადია და როდესაც საქმეს მონდომები დაკეთებ, წინაღობები უბრალოდ ქრება.